დაგიბრუნდით ღია ეთერში ქეთი ჯანხოთელთან ერთად დღეს ჩვენ მთელი დღის მანძილზე ილია მეორეზე ვისაუბრებთ გლოვობს საქართველო თუმცა ის მისი ძალა ნამდვილად იგრძნობა და დარწმუნებულები ვართ რომ ცათასასუფევლიდან ის ჩვენთან არის და ჩვენი ფარველი ანგელოზის სწორედ ილია მეორე უწმინდესი და უნეტარესი და რაც შეეხება ზოგადად მის დამოკიდებულებას მცენარეების მიმართ ეს ცნობილი ფაქტია ილია მეორეს ძალიან უყვარდა მცენარეები გაიხარე და გამახარე ეს არის მისი ცნობილი ფრაზა და მოდი ქეთი ამით დავიწყოთ საუბარი მოგესალმებით ვიზიარებ მთელი საქართველოს მწუხარებას ჩვენი პატრიარქის, ჩვენი სიყვარულის პატრიარქის გარდაცვალების გამო და შევეცდები რაღაც ისეთი მომენტები გავიხსენო მასთან დაკავშირებით, რომლებიც ჩემთანაც არის დაკავშირებული, მცენარეებთან არის დაკავშირებული და ასეთი გასახსენებელი ძალიან ბევრია მართლაც, იმიტომ რომ მას ძალიან უყვარდა. მცენარეები ზოგადად მქონდა დიდი კოლექცია საპატრიარქოში მისი ცნობილი ზამთრის ბაღი იყო ასეთი ადგილი, სადაც თავმოყრილი იყო უზარმაზარი კოლექცია ეგზოტური მცენარეების და ის თავად მონაწილეობდა მათ მოვლაში და ქონდა თქვენ რაც ახსენეთ ეს განსაკუთრებული ფრაზა გაიხარე და გამახარე და ყველა მიცის და ეს რაღაც პატარა სლოგანადაც იქცა მცენარეების ეტიკეტზეც დაიტანებოდა ხოლმე გაიხარე და გამახარე და მე როდესაც ვიყავი სტუდენტი დეკორატიული მებაღეობის ინსტიტუტის შემდეგ ვიცით რომ ის კოლეჯად გადაკეთდა და როდესაც ქონდა პრაქტიკები დედათეკლე ხელმძღვანელობდა და გაიცა ესეთი კურთხევა რომ პატრიარქმა აი ასეთი ფრაზა გითხრა და ყოველთვის, როდესაც მცენარეებს დავრგავთ, უნდა უთხრათ, გაიხარე და გამახარე და არც ერთი მცენარე ჩვენ ხელში არ გავლილა, ისე რომ ეს გზავნილი არ გვეთქვა, არ წარმოგვეთქვა, ეს ფაქტიურად პატარა მცირე ლოცვა, ხო? და აი ესეთი აი ამ განწყობილებით ჩვენს შეგვაყვარა მცენარეები. ეს იყო არა მარტო პროფესიული მიდგომა და პროფესიული რაღაცა საქმიანობა, არამედ რაღაც დამოკიდებულებაც და ის ხშირად აი მის ინტერვიუებში ამბობდა, რომ აი უნდა გვიყვარდეს მცენარეები ერთი და შემდეგ ამას უფრო განფენდა რაღაცა თაობებში და მშობლებისთვის გასაგონად ამბობდა რომ შვილებს შეაყვარეთ მცენარეებზე ზრუნვა და იქეთი ძალიან საგულისხმოა რომ თუ არ ვცდები 2006 წლიდან თარიღებს ყოველთვის ვერიდები რომ ცნობილება არ მოხდეს დეკორატიული მებაღეობის კოლეჯი დაფუძნდა თავიდან დაფუძნდა ეს საპატრიარქოსთან არსებული 2004 წელს აშენდა სამების საკათედრო ტაძარი ავლაბარში და ის ტერიტორია იყო სრულიად კეთილმოუწყობელი რა თქმა უნდა ჯანმრთელობის გამო მე დიდი ტერიტორია და ამის შემდეგ საჭირო გახდა რომ გაშენებულიყო გარშემო ბაღები და პატრიარქმა სწორედ გადაწყვიტა ეს საკითხი ძალიან პრაქტიკულად და ბევრისთვის სასარგებლოდ რომ ჩამოაყალიბა მისი კურთხევით ჩამოყალიბდა დეკორატიული მებაღეობის ინსტიტუტი. 5 წლის მანძილზე ის იყო ინსტიტუტის რეგალიით და შემდეგ უკვე გადაკეთდა აკრედიტაცია გაიარა და გახდა საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯი. და 3 ფაკულტეტი შეისწავლება არის იქ და 3 განხრა არის ეს არის დეკორატიული მებაღეობა, ლანდშაფტის დიზაინი და ფლორისტიკა და სამივე მიმართულებით პატრიარქმა დიდი ბაზა შექმნა აი ჯერ იმისთვის რომ სამების გარშემო განაშენიანებულიყო ეს ტერიტორია და სტუდენტების ხელით მოვლილიყო ეს ყველაფერი და ამავდროულად პრაქტიკას გადიოდნენ და ეუფლებოდნენ პროფესიას ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის და
ძალიან გალამაზდა. მე მეორე თაობა ვარ ამ ინსტიტუტის ამჟამად კოლეჯის და მახსოვს როგორი პატარა იყო ეს ეხლა რო შედიხარ ძალიან გადამწვანებული, გალამაზებულია იქაურობა, მაგრამ ჩვენ დროს ეს ყველაფერი ირგვებოდა ძალიან პატარა ნერგები იყო ეს ყველაფერი და ჩვენ სტუდენტები რაღაცა აი ამ ყველაფერში მონაწილეობას ღებულობდით და პირველი შეხება იყო ეს ჩვენი ამ სფეროსთან და თან საინტერესოა როგორც საპატრიარქოთან არსებული საზოგადოებრივი კოლეჯის სტუდენტს ქონდათ თუ არა პირადად შეხება და შეხვედრილ ხართ თუ არა პატრიარქს კი რა თქმა უნდა ყოველ ხშირად იყო ასეთი შემთხვევები მაგრამ გამოვყოფ პირველს რომელიც იქ მოხდა იმიტომ რომ სხვა დროსაც რა თქმა უნდა ყველა ჩვენთაგავს ქონია მასთან ურთიერთობის ბედნიერება. პირველად, როდესაც მოვეწყეთ და უკვე დაიწყო სწავლა და ჩავერთეთ ამ სასწავლო პროცესში, მახსოვს უცებ დედათეკლემ გაგვაფრთხილა, რომ აი მოდის პატრიარქი, აბა დაავხდეთ, აბა თქვენიცით და რაღაც მოლოდინი გქონდა განსაკუთრებული, რა თქმა უნდა და მართლაც კარები გაიღო აუდიტორიაში შუა ლექციის დროს და შემოვიდა და მოგვესალმათ, აი სულ რაღაც 1-2 წუთი იყო ეს საუბარი, მაგრამ განსაკუთრებულად მახსოვს მისი სიტყვები: "იცოდეთ, საქართველო თქვენი გასალამაზებელია." და ეს იყო ძალიან დიდი мотиваცია და მე ასე მახსოვს, რომ ამ დღის მერე ჩემთვის არ არსებობდა რაღაცა მიზეზი, რომ რაიმე არ შემესწა, დიდი სტიმული იყო და განსაკუთრებულად დავაფასე და შევიგრძენი ჩემი არჩევანის მნიშვნელობა. და ძალიან დავამახსოვრდა ერთი სიტყვით ეს და განსაკუთრებულად მინდა გამოვყო მისი დამოკიდებულება მცენარეების მიმართ და ძალიან დიდ აზრს და მნიშვნელობას დებდა ის თითოეულ მცენარეში და 2008 წელს, როდესაც საქართველოს ომი იყო, მთელი ქვეყანა დაზაფრული ვიყავით, ხო, რამდენი ხანი გამოყვა, დღემდე გამოყვა ეს ყველაფერი და უცებ აი რაღაცა პერიოდის მერე ძალიან აი იმედის მომცემად ესეთი რაღაც დაანონსდა, რომ სამების ეზოში, აი ამ უკვე გაშენებულ, უკვე გალამაზებულ ეზოში და პატრიარქმა დაგეგმა და განახორციელა ასეთი რამ. 3 უდიდესი გვარი საქართველოში, ეს არის მაისურაძეები, ბერიძეები და გელაშვილები. აი ამათ თავკაცებს. ამ გვარების თავკაცებს 3 მუხის ნერგი ერთ ძირად ჩაარგვევინა, ანუ ერთ ჯამში ჩაარგვევინა საქართველოს ძლიერების სიმბოლოდ, რომ საქართველო არის ძლიერი, გვარები არის ძლიერი და აი ეს ამასთან სიმბოლური დატვირთვა ძალიან დიდი და მართლა რაღაცა ძალიან იმედის პირადად ჩემთვის ძალიან იმედის მომცემი იყო ეს ყველაფერი. რაღაცა ნიუანსია, რომელიც იცის, როდის მოგაწოდოს როგორ და თან დიდი სიმბოლიკა ჩადოს შიგნით და კი ბატონო. აი ეს ხეები დღესაც არსებობს და აქეთი და აი როგორც ვიცი არიან ადამიანები, რომლებიც სულ უგზავნიდნენ პატრიარქს თაიგულს, თეთრ თაიგულს, ხო? თეთრი არის მისი საყვარელი ფერი და ხშირად სამების ბაღებშიც აი როზარიუმების მოწყობის დროსაც ამას ვითვალისწინებდით და ითვალისწინებდნენ ასე იგი მესვეურები ამ საკითხის და ასევე ფლორისტიკის კუთხითაც ესე იგი საპატრიარქოში იყო ასეთი ტრადიცია რომ პატრიარქს მის დაბადების დღეზე საახალწლოდ საშობაოდ და სააღდგომოდ ეგზავნებოდა ხალხისგან თაიგული და რა თქმა უნდა ეს ხდებოდა შესაწირის სახით, შეგროვდებოდა თანხა და ფლორისტები ასრულებდნენ ამ სამუშაოს და ძალიან განსაკუთრებული მომენტი აქ არის ის, რომ ხანდახან თეთრი ვარდები იგზავნებოდა, ხან თეთრი ორქიდეები, მაგრამ განსაკუთრებულად მინდა გამოვყო ის თაიგულები, აი გასულ წლებში გაკეთდა ეს მისი მშობლიური ყაზბეგის მთიდან სპეციალურად იკრიფებოდა ეს ყვავილები და სპეციალურად მოხატულ ქოთანში იდებოდა, იქ დახატული იყო.
ყაზბეგის მთა და აი იქ მოკრეფილი ყვავილებით კეთდებოდა ეს კომპოზიცია და ეგზავნებოდა მას და ძალიან უყვარდა ეს და მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და აი თეთრი ფერი უყვარდა და ზამთარი თეთრთან ასოცირდება და აუცილებლად უნდა ვისაუბროთ საპატრიარქოში არსებულ ზამთრის ბაღზე. ეს ძალიან ლამაზი ადგილია. ბევრი მცენარეა თავმოყრილი. განსაკუთრებულად აქცევდა ყურადღებას ამ ბაღის და რა თქმა უნდა დედა ბარბარე ესე იგი ხელმძღვანელობდა ამ ყველაფერს და ჩართული იყვნენ ფლორისტებიც, მომლელებით, მაგრამ პატრიარქი თავადაც ღებულობდა მონაწილეობას, როცა შეეძლო ცხადია მათ გადარგვაში, მოვლაში და ჩართული იყო პირადად, მოკლედ მათ გაშენებაში და განსაკუთრებულ ესე იგი საჩუქარს, როდესაც არჩევდნენ ხოლმე, ასე ვიცით ჩვენო, აი, როდესაც იყო შაბასი მის შესახებ, რომ აი პატრიარქს არ გაუხარდება და აი ყველა მიცოდა რომ მცენარე და განსაკუთრებული მცენარე შეიძლებოდა მის ყურადღებას მიიქცევდა და რაღაცა ნამდვილად გაახარებდა და ასე დაგროვდა იქ ძალიან ბევრი მცენარე განსაკუთრებით მას უყვარდა იები. ეს იყო ჩვეულებრივი იებიც და სპარსული იებიც და დიდი კოლექცია იყო იქ, შემდეგ ეს იები მრავლდებოდა და სხვადასხვა ქოთნებში გადარგავდნენ და ძალიან გამრავლდა. ეს რაც შეეხება ზამთრის ბაღს, მაგრამ საპატრიარქოში არის გარე ბაღიც, ხომ? სადაც ერთი განსაკუთრებული, ერთი არა, ბევრი განსაკუთრებული მცენარეა, თუმცა ერთს გამოვყოფთი, რომელზეც თავად პატრიარქი ბრძანებს, რომ ეს არის 6-მე ათონელის, 6-მე მთაწმინდელის დარგული ხე, ეს არის ათონის მთაზე. დიახ. დარგული ხის პატარა ნერგი, პატარა კალამი ამოიღეს მისთვის და საპატრიარქოს ბაღში მან კარგად გაიხარა და ეს მისთვის განსაკუთრებული ხემცენარე იყო, ეს არის ზეთისხილი და დიახ. ამას განსაკუთრებით სიმბოლიკას დებდა არის ამაში და განსაკუთრებით უფრთხილდებოდნენ. ფლორისტიკის კუთხითაც მინდა აუცილებლად აღნიშნო პატრიარქის დამოკიდებულება, აი რაც ვახსენეთ ეს მცენარეები მის გარშემო განსაკუთრებულად მის აი ამ კოლეჯის ინსტიტუტის დაარსების შემდეგ სამების საკათედრო ტაძარი განსაკუთრებულად ირთვებოდა ყოველ წირვალ ოცვაზე და სადღესასწაულო დღეებში და ამას ვაკეთებდით ჩვენ და შემდგომში სხვა სტუდენტებიც მე ჩემთავს ვამბობ იმიტომ რომ ეს მეორე თაობა ვიყავი ამ კოლეჯის და მქონდა პირადად შეხება ამ ყველაფერთან და განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ცალკე მიმართულება იყო ამ ფლორისტიკაში, საეკლესიო ფლორისტიკა და მახსოვს რომ ვაკეთებდით ცენტრალური ანალოგიის გაფორმებას განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევდით ხოლმე პატრიარქის თაიგული ასე ერქვა და მე მახსოვს როგორია პატრიარქის თაიგული ძვირფასი ლარნაკები არის ჩინური ლარნაკები იყო ეხა სხვადასხვა მაგრამ იმ პერიოდში დიდი ზომის ძვირფასი და იმაში ვაკეთებდით რაღაცა დიდი ზომის გიგანტურ თაიგულებს და ეს ჭრელი თაიგული ჭრელია თაიგული ფერადი და იმ თემატიკის მიხედვით როგორი გაფორმებაც ჰქონდა, დგომას სხვა ფერი აქვს, საშობაო სხვა ფერი ჰქონდა და ეს იყო ესეთი სახელწოდებით პატრიარქის თაიგული და განსაკუთრებით სიყვარულით, სიამაყით მახსენდება, რომ როდესაც ჩვენი ლექტორი, ფლორისტიკის ლექტორი ლუდმილა მორგოშია მინდა აღნიშნო, სამშობლოში იყო წასული და არ ესწრებოდა ლექციებს, დაგვიტოვა სტუდენტებს დიდი დაარჩევა დარიგებები მოხდა, რა როგორ დეტალურად უნდა გაგვეკეთებინა და მახსოვს მე აი ეს პატრიარქის თაიგული დამევალა და ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე, დიდი პრაქტიკა მივიღე ამითი და სულ მე მახსოვრება ეს ერთი ამ ძიმე წუთებში ფიქრობთ პატრიარქის თაიგულის გაკეთებას. რა თქმა უნდა, ვფიქრობ და
რთულია ამაზე მართლა რთულია და თუმცა დარწმუნებული ვარ რომ თქვენი თაიგული იქნება ულამაზესი და ის პატრიარქს ძალიან მოეწონება იმიტომ რომ რა თქმა უნდა პატრიარქი ჩვენს გვერდით არის და სულ ჩვენს გვერდით იქნება მინდა აღვნიშნო რომ აქამდე რაც გაგვიკეთებია მისთვის მათ შორის ბევრს გქონია შესაძლებლობა იმისი რომ მისთვის პირადად ჩვენი სათქმელი მიგვეტანა და ესეთი ტრადიცია არსებობს რომ პატრიარქს წელს განახლდა სხვათა შორის, მაგრამ მანამდე რაღაც არაოფიციალურად იყო ესეთი ტრადიცია, რომ წერდით წერილებს და განსაკუთრებით უყვარდა მას ხელნაწერი. ხო, ბეჭდური არ მოწონდა, ხელნაწერი. ბეჭდური უფრო ოფიციალურია და რაღაც სავალდებულო, თუმცა მე ვიცი, რომ ხელნაწერ წერილებს განსაკუთრებით ყურადღებით და მე მგონი ერთ წიგნად გამოარჩევდა. აკინძვასაც აპირებდნენ, თუმცა არ ვიცი რამდენად მივიდა ეს საქმე ბოლომდე, მაგრამ მე ვიცი, რომ ძალიან უყვარდა ეს ხელნაწერი წერილები და მეც მივწერე ჩემს შულთან ერთად დადუკა მაშინ პატარა იყო და აი ყვავილიც მივაწოდე იმ კუთხით რომ ჰერბარიუმის რაღაც ელემენტი შევიტანი ამ წერილში და ვფიქრობ რომ მას წაუკითხავდნენ ყოველ შემთხვევაში უკვე ღრმად მოხუცებული იყო იმ პერიოდისთვის და რაღაცა მიხარია რომ რაღაც პატარა ისეთი რამის გაკეთება შევძელი რაც მის გულს გაახარებდა და მოეწონებოდა ვიცი რომ გულწრფელად მოეწონებოდა იმედი მაქვს. და სულცირედიც კი უხარებდა გულს. კი ბატონო და ერთ რამესაც საუღნიშნო ნინო ყველაფერში გქონდა შანსი იმისი რომ მისთვის რაღაც ჩვენი სიყვარული დაგვენახებინა და ასეთი პატარ-პატარა ნიუანსებით და დიდი საქმითაც და ასეთი რამ მინდა გავიხსენო და აუცილებლად ვთქვა და მადლობა უთხრა ამ თემის სულის ჩამდგმელს ნანა ბეღელაძეს ვახსენებ რომ ეს არის გოგონა რომელიც აორგანიზებს აორგანიზებდა პატრიარქისთვის აი ამ თაიგულების მირთმევას. რაზეც თქვენი საუბრობთ? სხვადასხვა ეკლესიების, მონასტრების გაფორმებას, სადღესასწაულო გაფორმებას და მქონდა ჩვენ ყველას საქართველოს მოსახლეობას მრევლს ბედნიერება, რომ ჩვენი პატეთ უნდა წვლილი შეგვეტანა ამაში და გავერთიანებული ყავით ერთ დიდ საქმეში და ასეთი რეალური საქმე გაკეთდა ქალაქ რუსთავში, სადაც პატრიარქის ბაღი გაკეთდა და ეს იყო მისთვის ძალიან ჩუმად გასაიდუმლოებულად გაკეთებული საქმე თეთრი ღობეებით გაკეთდა ეს პატარა ტერიტორია მოპირკეთდა და ჩაირგო მცენარეები პატრიარქის საყვარელი მცენარეები ეს იყო ზეთისხილი და ვარდები და ეს ადგილი არის ბევრი ადამიანისთვის ძალიან სასიხარულო მომენტების ლოკაცია, ასე ვთქვათ, ადგილი. იქ ხდება ხელისთხოვნა, რაღაცა სასიამოვნო მომენტების აღნიშვნა და მიხარია, რომ აი ეს ბედნიერების ბაღი. ხო, აი რა ბედნიერი მომენტების დაფიქსირება ხდება იქ და მიხარია, რომ ეს საქმე შედგა და კეთი, აი ესეთი განცდა მაქვს, რომ აი რაც შეეხება თაიგულებს, ფლორისტები, რომლებიც უმზადებდით პატრიარქს, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდება. იმედი მაქვს. ეს უნდა გაგრძელდეს. ესეთი განცდა მაქვს, დიახ. ეს ნამდვილად უნდა გაგრძელდეს და პატრიარქს იმდენი სითბო და სიყვარული აქვს გაცემული, რომ ის ნამდვილად იმსახურებს და ვფიქრობ, რომ კითხვის ნიშანი ამ საკითხში არ არსებობს და ქართულ ერს ყოველთვის ეყვარება ის და ჩვენ ყოველთვის დავაფასებთ მის ამაქვს. ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო საუბრისთვის და ზოგადად რთულია, რა თქმა უნდა და მართლა დიდი გრძნობა უტყვი და უთქმელიაო და სიტყვებს ნამდვილად ძალა არ აქვს ამ შემთხვევაში რა უნდა ვთქვათ ჩვენ თუმცა როდესაც სიტყვა სიყვარულით არის ნათქვამი დიდი ძალა აქვს როგორ არა და გიყვარდეთ ერთმანეთიო ხო ეს პატრიარქის სიტყვებია და აი ესე სიყვარულით ვემშვიდობებით მას თუმცა ამით დავიწყეთ საუბარი და ამით განვაგრძობთ მთელი დღის განმავლობაში რომ პატრიარქი ჩვენთან ერთად იყო არის და იქნება. კეთი ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ.